2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მისაღებად შესაძლოა დეპოზიტზე 5-დან 15,000 დოლარამდე დასჭირდეთ. გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რამოდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. სადეპოზიტო მოთხოვნა საქართველოსთან ერთად კიდევ 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემაზე ახალი წესის შემოღებას ვიზის პირობების დარღვევის მაღალმაჩვენებელს უკავშირებს, რა იცვლება ამერიკაში მოგზაურობის სურვილებისთვის. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ლიზა მოსიძე მუშაობს და სწორედ ის გააგრძელებს ჩვენს პირდაპირ ლიზა გამარჯობა. მოგესალმებით ნინო, ისე მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს უნდა ვისაუბროთ იმ თემაზე, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბოლო დღების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ეს საკითხი ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ვიზებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეეხება 2026 წლის 2 აპრილიდან. ახალი წესის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მიმართავენ საელჩოს B1 და B2, ანუ ტურისტული ტიპის ვიზის მისაღებად, შესაძლოა დაეკისროთ ფინანსური დეპოზიტის წარდგენა, რომლის მაქსიმალური ოდენობა 15,000 ამერიკული დოლარი იქნება. გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საკონსულო გასაუბრების დროს, სადაც ოფიცერი განსაზღვრავს აკმაყოფილებს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნებს და საჭიროების შემთხვევაში აცნობებს დამატებით პირობებს. ეს ცვლილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში შეაქვთ მათ სავიზო განაცხადი და უკვე იწვევს დიდი ინტერესს და ჩნდება კითხვები ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამერიკაში გამგზავრებას გეგმავენ. დღეს გვინდა ვისაუბროთ, რას ნიშნავს ახალი რეგულაცია, ვის შეიძლება შეეხოს ის და რა გავლენა ექნება მომავალში ვიზის მიღების პროცესზე მიღებულ გადაწყვეტილებას. თემაზე საუბარი გვინდა გავაგრძელოთ თინა თინგოგუაძესთან ერთად, ენტერპრენერი და იკონსულის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით თინა. მოგესალმებით. დაბნეულობა რეალურად საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი შეკითხვა და თქვენგან გვაინტერესებს ის ოფიციალური მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც დღეს არსებობს. ერთი არის, რას წერს დეპარტამენტი საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც ვკითხულობთ, რომ რეალურად ამოქმედდება ახალი კანონი 2 აპრილიდან, თუმცა ვიცით, რომ არსებობს ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც გასათვალისწინებელია. ვის შეეხება პირველ რიგში ეს ახალი განაცხადი, რომელშიც საქართველოს აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ 12 ქვეყანასთან ერთად მოხვდა და მანამდე არსებობდა უკვე ამ სიაში სხვა 36 ქვეყანაც. კი, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია, მით უფრო რომ ამ სიაში უკვე საქართველოს მოხვდა. ზოგადად ვიზა ბონდი არის დეპოზიტზე, სახელმწიფოს ანგარიშზე თანხის დადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიზის გაცემის შემდეგ შენ უნდა დადო 5,000-დან 15,000 დოლარამდე, თუმცა თუ კი არ დაარღვევ სავიზო წესებს, ის შენ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ დაგიბრუნდება. მსგავსი პრაქტიკა არ არის ახალი, სხვა სახელმწიფოებშიც არსებობს და არსებობდა 2013 წელს დიდმა ბრიტანეთმაც დაიწყო მსგავსი საპილოტო პროგრამა. აქვე აღნიშნო, რომ ეს არის საპილოტო პროგრამა, დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის აგვისტოს თვეში და დასრულდება 2026 წლის აგვისტოს თვეში. იმ შემთხვევაში თუ საპილოტო პროგრამისთვის არსებული, ანუ რატომაც დაინერგა ეს პროგრამა, overstay არ იყოს, ხო, ვიზის გადაცილება, ვიზაში არსებული წესების დარღვევა. თუ ეს შემცირდა, ნიშნავს იმას, რომ საპილოტო პროგრამამ კარგად იმუშავა და გაგრძელდება. თუ არა, შეიძლება საერთოდ გვიხსოს დღის წესრიგიდან და ზუსტად ასე იყო 2013 წელს დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა, მაგრამ მალევე მოიხსნა დღის წესრიგიდან და აღარ გაგრძელებულა, თუმცა მაგალითად არსებობს პრაქტიკები საგარანტიო თანხის დადების აქვს ბრიტანეთს ოღონდ სასწავლო ვიზებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი შენ სასწავლებლად მიდიხარ ბრიტანეთში, მაგალითად გერმანია, ევროპის ქვეყნებსაც აქვს, ოღონდ შენს ანგარიშზე დებ და ზუსტად ბონდის, ამერიკის შეერთებული შტატების ბონდის ანალოგია აქვს სინგაპურის სამუშაო ვიზებზე, ზუსტად სახელმწიფოს უდებ ამ თანხას. ნუ საქართველოში გამოიწვია ხმაური და ძალიან ბევრი სხვადასხვა შეკითხვა არის ვიზის ვადებთან დაკავშირებით, მაგალითად გაიცემა თუ აქამდე იყო 10 წლიანი ვიზები,
ბონდის საპილოტო პროგრამით მხოლოდ 3 თვეზე ჩამოვიდა, იქნება მოკლევადიანი. კარგად შემცირებულია. კი, თუმცა მან თუ გადავხედავთ იმ 38, ჩვენ ახლა ვართ 32 ქვეყნის სიაში, რომელიც 2 აპრილიდან შევა. რომ გადავხედოთ წინა პრაქტიკას, ხო? 38 ქვეყანა. ამ 38 ქვეყნებიდან არის შემორჩენილი ქვეყნები, რომელსაც 3 თვეზე მეტიც დაუტოვეს. ანუ თვითონ კონსულ ოფიცერი იღებს გადაწყვეტილებას, შენ რა ვადით მოგცეს. არის ასეთი ქვეყნები, არის ქვეყნები, რომელიც strict და პირდაპირ სწორხაზოვნად რეგულაცია, რომელზეც საუბრობთ, რეალურად 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება მხოლოდ. ეს არის საინტერესო, ანუ 2026 აგვისტოდან საპილოტო ვერსიაში ჩაშვებული გადაწყვეტილება შეიძლება შეწყდეს და თქვათ განახლდეს ისე. შეიძლება საერთოდ შეწყდეს და თქვან რომ ეხლა ამ ეტაპზე რაც სტატისტიკებით ვიცით, არის რომ სულ გაიცა 1000 ვიზა ბონდი პროგრამით, საიდანაც 97%-მა ეს ვიზა სწორად გამოიყენა. აქვე კიდევ სწორად გამოყენებაში გულისხმობთ, რომ არ დაარღვია 3 კომპონენტი არის. პირველი კომპონენტი არის ჩავიდა და ზუსტად გამოყენების დრო არ დაარღვია და დაბრუნდა. მეორე საერთოდ არ გამოუყენებია, ანუ არ გამოიყენა ეს ვიზა და ვიზას ვადა გავიდა და მესამე საზღვარმა არ შეუშვა და უკან დაბრუნდა. ნიშნავს, რომ ვიზა ამ შემთხვევაში არ არის გამოყენებული. თქვენ საუბრობდით? ხო. კი. ასეთი ბევრი შეკითხვი, ნამდვილად საკმაოდ ბევრი კითხვა არის. მაგალითად, ეს სახე ინდივიდუალურად ერთ მოქალაქეზეა, თქვა დავუშვათ ლაპარაკი, უნდა გქონდეს დეპოზიტზე ამდენი თანხა, უნდა დაიდოს და არ დაარღვიოს და ამ შემდეგ. მაგრამ თუ მაგალითად ჯგუფი მიდის გარკვეული ჯგუფი სამუშაო ვიზით, იმიტომ რომ მე იყო გარკვეული წლების უკან, როცა სამუშაო ვიზით წავედი ჩვენ სპექტაკლი უნდა. სახებებისთვის, და ჯგუფი მიდიოდა. ამ შემთხვევაში როგორ ხდება? ეს ეხება მხოლოდ B1, B2, რაც მოიაზრებს ტურისტული და საქმიანი. საქმიანი ნიშნავს, რომ თქვენი ჩადიხართ შეხვედრებისთვის ან თუნდაც სპექტაკლისთვის ოღონდ არა ანაზღაურებადი და თქვენ რომელი ვიზითაც იყავით, ეს იყო P კატეგორია სავარაუდოდ, ეს არის ზუსტად იმისთვის ესეც მოკლევადიანია, თუმცა არის პეტიციაზე დამყარებული, ანაზღაურებას იღებ, მაგრამ ამ კატეგორიას ეს არ ეხება. საინტერესოა დეპოზიტის ოდენობა როგორ განისაზღვრება. რეალურად ეხლა ჩვენ მაყურებელი ვინც გვიყურებს, ან ემზადებოდა აპლიკაციის შესავსებად, ან გეგმავდა რომ ამ გაზაფხულზე თქვათ მიეღო ვიზა და ემოგზაურა უკვე სამომავლოდ, პროცედურულად თუ არის შეცვლილი აპლიკაციის შევსება, თქვათ თავიდანვე განსაზღვრულია რამდენი დოლარის ოდენობის თანხა დაგჭირდება დეპოზიტისთვის, თუ მერე ეტაპობრივად იგებ, როგორ ხდება ტექნიკურად დღეს აპლიკაციის შევსება. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე დარჩენილია ყველა პროცედურა, რასაც აქამდე გადიოდა ვიზის მაძიებელი აპლიკანტი. მხოლოდ განსხვავება არის გასაუბრების დროს კონსულ ოფიცერი თუ კი ჩათვლის რომ შენ ხარ soft risk, ანუ მცირედი რისკის მატარებელი, თუ დიდი რისკის მატარებელი ხარ, როგორც ადრე გეუბნებოდნენ უარს, ისაც ეხლაც გეტყვიან უარს, მაგრამ თუ კი ოდნავ ეჭვი შეიტანა რომ შენ არ გაქვს მჭიდრო კავშირი შენს ქვეყანასთან, მან ბუნდოვანია შენი გამგზავრების მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ შემთხვევაში გეტყვის და განსაზღვრავს ბონდის რაოდენობას, გაძლევს 30 დღეს იმისთვის, რომ ბონდი დადო თავისი ინსტრუქციით და სწორედ ამის შემდეგ მოხდება ვიზის გაცემა შენს პასპორტში. მაგალითად თუ თუ არ გაუიოლდებათ ისეთ ადამიანებს, თქვათ, ვისაც ძალიან უნდათ წასვლა, ვიზას ვერ ღებულობდნენ, არ შეეძლოთ გამგზავრება ამერიკის შეერთებულ ვიზის გარეშე. ამ შემთხვევაში მე თუ დავდებ და ამ ყველაფერს მოვამზადებ ბონდში და ბონდი ქვია ხო ამასაზე. ამ შემთხვევაში მიიოლდება წასვლა და ამით მეხსნება ის სტრესი, თქვათ, გამიშვებენ თუ არ გამიშვებენ? მოდი დავყოთ 3 კატეგორიად აპლიკანტები, ანუ ვიზის მაძიებლები. ისინი, ვინც აკმაყოფილებენ ყველა პირობას, ანუ იციან გამგზავრების მიზანი აქვს და მჭიდრო კავშირი თავის ქვეყანასთან, რომელსაც ადრეც გაიცემოდა ყოველთვის ვიზები. მეორე კატეგორია, რომელიც მაღალ რისკის მატარებლები არიან და მათზე უარი იყო ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და შუა, რომელსაც კონსულ ოფიცერს უჭირდა გადაწყვეტილების მიღება და თან უნდოდა რომ გაეცა და გასცემდა მაგალითად ძალიან ბევრი შემთხვევა. ეხლა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოკლევადიანი ვიზები გაიცემა, არსებობდა ერთკვირიანი, ორკვირიანი, 30 დღიანიც, ერთთვიანი ვიზებიც, ერთწლიანი და ორწლიანიც, ხო? ადრეც გაიცემოდა. უბრალოდ აი ამ
შუა ნაწილში ფაქტობრივად ამ ვიზის მაძიებლებისთვის უფრო თამამი იქნება ახლა კონსულ ოფიცერი და უფრო თამამად გასცემს, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ბონდის ეს არის ეს შუა ნაწილი, ვისთვისაც ადრე უარი იყო ფაქტობრივად ჩათვალე რომ არ აქვს მნიშვნელობა 5000 და 10000 თუ 15000 მაინც უარი ხო. ვისაც რეალურად მჭიდრო კავშირი ქვეყანასთან, რაზეც თქვენ საუბრობთ, ქონდა, დღესაც არ შეექმნება პრობლემა, უბრალოდ ვადებზია საუბარი, რაც ნამდვილად შეიძლება დისკომფორტი აღმოჩნდეს, ხო? თქვა 3 თვის ვადით შეიძლება ახლიდან საბუთების მომზადება, მერე უკვე საჭირო და დამატებით ბიუროკრატიული აი აქ ისე კითხვის ნიშანს დავსვამ, გაიდლაინები ჯერჯერობით საქართველოსთვის არ არის გამოქვეყნებული. შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის ისევ დარჩეს გრძელვადიანი ვიზები, რომელიც 120 თვეზე, ანუ 10 წლიან ვიზებს რასაც ვეძახით, 120 თვეზე არის გაწერილი. იმიტომ რომ რიგ ქვეყნებს იმ 38-დან, როგორც თქვით, აუტოვეს და ამიტომ ჩვენთანაც შესაძლებელია. ნახოთ. ალბათ ეს აღშფოთება და კითხვები, რამაც გამოიწვია რეალურად ძალიან მოსალოდნელი იყო, ხო, თუ შევხედავთ იმას, რომელ ქვეყნებთან ერთად მოხვდით სიაში. ძირითადად საუბარია აფრიკის ქვეყნებზე. აი თქვენთვის ადამიანი, ვინც რეალურად იცნობ ძალიან ბევრ кейსს და იცით სხვადასხვა ქვეყანაში როგორ მუშაობს ეს პრინციპი, რა პრინციპით გაიცემა ვიზები და ასე შემდეგ. აი რას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებთან, აი რომელსაც ახლა ჩვენც ვხედავთ კადრში, კამბოჯა იყო, ფიჯის კუნძულები იყო. ხო, ძალიან ისეთ ქვეყნებია. ხო, რეალურად მათ შორის ავარ ჩვენ საქართველოს. მესამე კლასის ქვეყნებზე ვსაუბრობთ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ქვეყნების გვერდით საქართველოს ადგილი და რატომ მოხდა, რომ გადაწყდა დღეს სამსიაში ყოფილიყო საქართველოს მაგალითად. კი, ნამდვილად სამწუხაროა და ძირითადად ამისი არის სხვადასხვა განმაპირობებელი, ერთ-ერთი არის ვიზის გადაშორება, ანუ საქართველოს მოქალაქეები არ ვიყენებდით სწორად უმეტესი საუბარი B1, B2 კატეგორიის ვიზას და აქვე არის აღსანიშნავი, რომ მხოლოდ ვიზის გადაშორება არ არის, ეს არის B1, B2 კატეგორია არის ტურისტული და საქმიანი და შეგვეძლო გამოგვეყენებინა სხვადასხვა მიზნებისთვის, რომლებიც ამ ვიზის კატეგორიის წესებს არ შეიძლებოდა. აქვე სუსტი ვეითინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ საკონსულოს არ აქვს გადამოწმების ისეთი დიდი ბერკეტები ამ ქვეყნებიდან და მათ შორის საქართველოს და რითიც შეუძლია გადამოწმოს და ნახოს ესა თუ ის მოქალაქე სწორად და გამოიყენებს თუ არა ამ ვიზას. თუმცა როგორც გითხარი, ეს არ არის ახალი პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნებს აქვს უბრალოდ სხვადასხვანაირად დეპოზიტზე დადების და მაგალითად ბრიტანეთმა ერთ-ერთი რატოც პოლიტიკური განხილვები დაიწყო, ეს იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური და დისკრიმინაციული, იმიტომ რომ ზუსტად მეც ეხლა ამიტომზე არ გრძნობ კომფორტულად თავს, იმიტომ რომ მგონია რომ ეს როგორც საქართველოს მოქალაქისთვის დისკრიმინაციულია, ხო? შეიძლება ეს ვერსიაც და ეს აზრიც დაუშვათ. რამე კვლევას უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ეს რაღაც ერთგვარი ბერკეტი არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ხო? როცა ხედავს, რომ ეს ვიზები ირღვევა, მით უფრო ჩვენ ვიცით, რომ 10 წლიანი ვიზების გაცემის ამხელო პრაქტიკა იყო, ხო? ამდენი წლის განმავლობაში თან და სწორედ ამ პირობების დარღვევის გამო აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ეს რისკი ასე გაზომეს, ხო? ჩვენი ქვეყნიდან წამსვლელების. ისე იცით, აი ვინც ხომ არიან ადამიანები, შეიძლება კომპანიებიც, მე არ ვფლობ ინფორმაციას, შეიძლება უფრო მეტი თქვენ გითხრათ, ვინც მექსიკიდან სთავაზობდნენ, მაგალითად, ქართველებს გადაყვანას, ხო? და დაახლოებით რა თანხა ჯდებოდა ეს? აი ხა დეპოზიტთან შედარებით მინდა რაღაცნაირად საპირწონეთ ვიცოდე. დარწმუნებით. ხო, დარწმუნებით ესე ვერ გეტყვით, თუმცა კულუარულად და ესე მომისმენია, რომ დაახლოებით ზუსტად ამ თანხებთან, ხო, იყო ანალოგი, იმიტომ რომ ბევრი სიუჟეტიც მინახავს, როცა საუბრობდნენ ისე თუ ის ადამიანები, ვინც გადადიოდნენ და აი ამდენი გადავიხადე. თუმცა ეს, ხო, არაფერ კავშირში არ არის ბონდთან, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში მათ არა, კავშირში იმიტომ არის, რომ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს ახლა თვითონ, თუ უნდა ამერიკაში წასვლა, აი ამ არალეგალური გზით ურჩევნია, თუ მაინც $15000 დაუჯდება. თუ ეს იყოს ლეგალურად მიღებული ვიზა, იმ უბრალოდ დეპოზიტზე ეს $15000 გქონდეს. მე მინდა ამ რაკურსიდანაც შევხედოთ. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და შესაძლოა ფიქრობს, რა გზა იქნება მისთვის უფრო მართებული, ლეგალური თუ არალეგალური გზა, რომელიც მაინც $15000 შეიძლება დადეს. ცალსახად და სწორხაზოვნად არალეგალურად არც ერთ ქვეყანაში მოგზაურობა არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ეს იწვევს, ну როგორც
ნახეთ საქართველოს ჩვენი ქვეყანა ამ სიაშია მოხვედრილი და პლუს ამას დამატებით შენ ამა თუ იმ ქვეყანაში როცა იმყოფები არალეგალად ბერკეტები, ანუ შებოჭილი ხარ, არ გაქვს მუშაობის ოფიციალურად. ძალიან ბევრი შეზღუდვა. უამრავი შეზღუდვა იმ და შესაბამისად ყოველთვის ჯობს ზუსტად აირჩიო, რისთვის მიდიხარ, შენ თუ საცხოვრებლად გადადიხარ, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ბევრი ვიზის კატეგორიები არსებობს იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გადახვიდე, კი, არსებობს სეზონური სამუშაოები, ხო? არსებობს როგორც თქვი სპექტაკლების გამართვა. საიმიგრაციო ვიზები ახლა კი შეაჩერეთ, მაგრამ წლების განმავლობაში ხო გაიცემოდა. ახლაც არის საიმიგრაციო ვიზები, უბრალოდ იქაც არ ხდებოდა ამ ვიზის სწორად გამოყენების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ამას აქვს ვადები არის 1 წლიანი, 5 წლიანი, 10 წლიანი თუ ასე შემდეგ. ამიტომ ხო ვადებსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. არის ინვესტორის ვიზა, არის ვიზა, როდესაც შენ შეგიძლია სტარტაპი, ანუ უამრავი L კატეგორია, როდესაც ორგანიზაციიდან ორგანიზაციაში გადადიხარ სამუშაოდ. ამიტომ სამუშაო ვიზებიც არსებობს, საიმიგრაციო ვიზები სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე თქვა დიდი ბრიტანეთში, ახალი ზელანდია თუ ასე შემდეგ და ამიტომ სწორად უნდა განსაზღვროთ, რისთვის მიდიხართ, რა არის თქვენი მიზანი და არ უნდა დაარღვიოთ ეს წესები. ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ყველაზე რთულად მოსახვედრი ქვეყნები არის თუ არ ვცდები, ხო? უნდა აკმაყოფილებდეთ ბევრ კრიტერიუმს, მათ შორის რთული არის ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჩვენ მახსოვს სტატისტიკებს, როცა ვაქვეყნებთ ხოლმე კონსული 2025 წელს 26 აპლიკანტი იყო, ანუ მთლიანად საქართველოს მოქალაქე, 26-მა განაკეთა განაცხადი იმისთვის, რომ ახალ ზელანდიაში იმოგზაურონ. აქედან რამდენს ქონდა დადებითი პასუხი? უმეტესობას დადებითი იყო, იმიტომ რომ კვალიფიცირებები იყვნენ ცოტა ისეთია მართლაც რომ მიდიხარ ახალ ზელანდიაში შესაბამისად ემზადებია ამისთვის. ხო, სხვათა შორის ახალ ზელანდიასაც აქვს ბონდის პრაქტიკა, თუმცა აქ ბონდს აკისრებს სპონსორს, ანუ ვინც არის შენი მომწვევი პირი, იმას აკისრებს, ანუ ახალი ზელანდიის მოქალაქეს და ის დებს სახელმწიფოს ანგარიშზე. იქ იზღვევს ხო? იქ იზღვევს თავს, კი, ისევე როგორც სინგაპურს, მაგალითად სინგაპურის სამუშაო ვიზების დროს ამ ბონდს აკისრებს დამსაქმებელს და დამსაქმებელმა არ უნდა დაარღვიოს დასაქმებულის წესები. და ყველაზე მეტი კითხვა ბონდის პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც გაჩნდა, ალბათ ის, რომ მაყურებელს ქონდეს გასთან, რომ ეს თანხა არ არის დაკარგული, იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი, თქვათ, ყველა ეტაპი იქნება კანონის შესაბამისად გავლილი, სრულად შესაძლებელია, რომ გამცხადებელმა იგივე აპლიკანტმა ეს თანხა დაიბრუნოს. იმიტომ რომ გაჩნდა კითხვები, რომ თქვათ $15,000 ოდენობის ბონდზე დადება დეპოზიტზე თანხის განსაზღვრავს თუ არა, რომ ვიზა აუცილებლად მექნება და ამ ტიპის კითხვების გამო გაჩნდა ალბათ ის გაურკვევლობა, ხო, რომელიც არსებობს. ვიზა ბონდის ამ საპილოტო პროგრამას კიდევ აქვს დამატებითი შეზღუდვები, გარდა ამ თანხისა 5-დან $15,000-მდე, როგორც თქვით, 3 თვე არის ვიზის ვალიდურობა და ამაზეც კიდევ დამატებით ვისაუბრებ. არის ერთჯერადი, ანუ მხოლოდ ერთხელ შეგეძლია ქვეყანაში შესვლა და შემდეგ ან მაგალითად ორ კვირაში ისევ რომ დაგჭირდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა საქმიანი ვიზიტით, ისევ თავიდან უნდა გააკეთო განაცხადი და აქვე ვინც ვიზა ბონდით აიღო ვიზა, მას მხოლოდ დაახლოებით 9 აეროპორტში აქვს შესვლის უფლება, ანუ ვერ ისარგებლებს სახმელეთო, საზღვაო თუ სხვადასხვა, ანუ CBP აუცილებლად უნდა იყოს ამ ვიზა ბონდის ჩამონათვალში, მხოლოდ ამ აეროპორტებში შეუძლია. ან კონკრეტულ შტატებში შეუძლია ჩასვლა? კი, და კონკრეტულ აეროპორტებშიც. ხო, და რატომ არის ეს? რა განსაზღვრავს ამ? ამას განსაზღვრავს მონიტორინგი. რომ მათვალენ შესვლა. რა თქმა უნდა, კი. და მე ადამიანებად სარიცხული იყოს. იმ შემთხვევაში ვისაც მაგალითად ამ კანონამდე, ამ წესამდე მიღებული აქვს თქვა 10 წლიანი და გარკვეული პერიოდის ვიზები, ჩართული აქვთ. დაუშვათ, მაგათ არ ეხება. მათ არ ეხებათ, მათ ჩვეულებრივად ისევ გააგრძელებენ, თუმცა იგივე წესები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხშირად აღნიშნავს ამას, რომ გთხოვთ გაითვალისწინეთ და არ დაარღვიოთ თქვენი ვიზის წესები და დრო, ვადაც რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მე მქონდეს 10 წლიანი ვიზა, ეს ვიზა თითოეული, მათ შორის 3 თვიანიც, ხო, რომელიც ბონდის წესებისთვის გაიცემა, ეს არის, როგორ გითხრათ, დოკუმენტი იმისთვის, რომ შენ მქონდეს უფლება მიხვიდე და გაიმგზავრო ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. თუმცა ქვეყანაში, შტატებში შეგიშვებთ თუ არა და რა ვადით, ამას უკვე განსაზღვრავს საიმიგრაციო ოფიცერი, რომელიც საზღვარზე ხვდებათ და ეს საიმიგრაციო ოფიცერი მიუხედავად ისა, მაგალითად, დარჩენილი არის თქვენს ვიზაზე 4 დღე.
თუმცა თქვენი საქმიანობა გაქვთ რაღაც ორი უნდა გაიზარდოს რა ტექნიკურად ეს. არა, ანუ ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ მესაზღვრეს აქვს უფლება, რომ შენ მოგცეს 6 თვემდე, 180 დღემდე იქ გაჩერების უფლება, თუმცა რაღაცის კან უნდა იყოს განპირობებული ეს ყველაფერი. ნუ 180 დღე არ მგონი, ახლა საქმისთვის იქ იმის დაიჭირდეს, მაგრამ შეიძლება 2 კვირამდე, რაღაც 2 თვემდე გაიზარდოს. შემოვიდა და მინდა მაყურებელს უპასუხოთ. ანუ დეპოზიტზე უნდა მედოს ეს თანხა? მას შემდეგ რაც საკონსულოში მეტყვიან, რომ დეპოზიტზე უნდა დავდო ეს თანხა, დეპოზიტზე უნდა დავდო, ჩემს ანგარიშზე უნდა დავდო, აი ამას აზუსტებს. ნახეთ, საგარანტიო და აი ეს დეპოზიტო თანხა ამერიკის შეერთებული შტატების აი ამ ბონდ პროგრამით განისაზღვრება, რომ pay.gov აი ესეთი ვებგვერდია და სახელმწიფოს, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ვებგვერდის საშუალებით უნდა მოხდეს მათ ანგარიშზე ამ თანხის მოთავსება. მათ ანგარიშზე. მათ ანგარიშზე. და ჩამოსვლის შემთხვევაში და არ დარღვევის შემთხვევაში დაგიბრუნდება უკან. ეს არის ეს როგორც კი ახსენეთ იმ წუთში მივხვდი, რომ ჩემს დეპოზიტზე კი არა, ხო, იქ. მე სამუშაოდ მინდა წასვლა და არ მაქვს $15,000. ანუ უნდა ვისეს ხო და იმაზე მეტი უნდა ვიმუშაო, რომ თან მოგება დამრჩეს და თან მერე ეს ვალიც გავისტუმრო, რაც დეპოზიტისთვის შეიძლება დაჭირდეს. გვწერს ჩვენი მაყურებელი. რა ვადით მომცემენ ვიზას? რამდენად აქვს აზრი ახლა წასვლას ამერიკაში სამუშაოდ და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ, რომ ეს ეხება მხოლოდ B1 B2 კატეგორიის ვიზებს. B1 B2 კატეგორია არის საქმიანი და არასამუშაო. საქმიანი და ტურისტული. მაგალითად, თუ მივდივარ სტუდენტად, თუ მივდივარ სამუშაოდ, ანუ B1 B2 კატეგორია არ უნდა გამოვიყენო მე შეფარვით იმისთვის, რომ წავიდე და მე დავარღვია. რა თქმა უნდა და მე დავიწყო იქ მუშაობა ან შეცვლა. overstay ამაშიც იგულისხმება. შესაძლებელია ჩემი კატეგორიის ვიზის adjustments კვალიფიცირება და გადაცვლა სხვა ვიზის კატეგორიაში. თუმცა ესეც ჩვენ გთხოვენ რომ თავიდანვე განსაზღვრე რისთვის მიდიხარ. თუ კი მივდივარ სამუშაოდ, მაგალითად, ხო სამუშაო ვიზები როგორც არის სეზონური. არის კიდევ მაგალითად იმუშავე და დაათვალიერე ესეთი ვიზაც არის ხო work and travel visa J1-ს J კატეგორიაში მოიაზრება სტუდენტებისთვის არის ძირითადად მათთვის 1 წლიანი ან 3 თვიანიც არის ანუ 1 წელი იმუშავებ იმოგზაურებ დააგროვებ თანხას მუშაობით დააგროვებ თანხას და მე იმოგზაურებ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუმცა არ უნდა დაარღვი აი ამ კატეგორიის ვიზებს ეს არ ეხებათ ეს არის მხოლოდ B1 B2 კატეგორია ამიტომ ხო ну რეალურად ეს ის კატეგორიებია რომლის დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი ფიქსირდება რეალურად და ეს სიახლე რომელიც ამოქმედება უკვე აპრილიდან ამიტომაც განისაზღვრა ასე იცით რა ის საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქართველები თუ საუბრობენ ამ თემაზე ვინც არიან თქვა ჩასულები და მქონიათ გამოცდილება იქ დეპარტამენტთან ამ ხრივ საბუთების მოწესრიგებასთან დაკავშირებით იგივე ვიზის გადაკვალიფიცირება მერე ან თქვა დარღვევა და მერე ჩამოსვლა და კიდევ გამოყენება ხშირად არის ხოლმე რომ აი გამიუქმეს იმიტომ რომ 6 თვე გავჩერდი როგორც ვიცი 6 თვეც არ არის ის ვადა რომელიც კარგია რომ გამოიყენო ხო ბოლომდე აი ცდილობენ რომ უფრო ნაკლები დრო გაატარონ შეგიძლია კანონს არ არღვევ მაგრამ რატომ გარჩერდი 6 თვე ამის შესაბამისი პასუხი უნდა გქონდეს ან ეს ამ კითხვას სად მოგთხოვენ ხო აი საინტერესოა გისვამენ ამ კითხვას რატომ გაჩერდი 6 თვე საზღვარზე, როდესაც უკან ბრუნდები, ეს არის I-94 ფორმა, სადაც შენ თითოეული მოგზაურობა, გადაადგილება, აღირიცხება ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაფიქსირდა, რომ გაჩერდი 3 თვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვა სვამს მესაზღვრე წინა მოგზაურობის დროს 3 თვე რას აკეთებდი? შენ თუ თქვი რომ მუშაობდი, ან არ გაქვს პასუხი რომ 3 თვე რას აკეთებდი, შესაბამისად, ეს უკვე იწევს იმას, რომ შენ დაბრუნდე, ანუ გამოგიშვას და აღარ შეგიშვას თავის ქვეყანაში, მათ შორის თუ ნახა რომ ადგილზე ამერიკულ ანგარიშებზე, ამერიკულ ბანკებში ანგარიში გახსნილი, მართვის მოწვევა გაქვს აღებული, ესე იგი რაღაცისთვის მოემზადე, ან რის რაღაცისთვის გჭირდებოდა. თუ კი შეგაქვს ამ ყველაფრისთვის დადასტურებული პასუხი, მაგალითად შეიძლება თავისუფლად ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვე კი არა, 6 თვე და 1 წელიც იმოგზაურო, იმიტომ რომ ანუ უამრავი შტატია და უამრავი ადგილია იქ სანახავი, შეიძლება არც გეყოს ეს ყველაფერი მოგზაურობისთვის, ხო? მათ შორის მე როგორც გიცით სტარტაპერი ვარ და შესაბამისად უამრავი შეხვედრა მაქვს ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებებს ვესწრებით, ხო? ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება ეს დრო ნამდვილად დაგჭირდეს, მაგრამ უნდა გქონდეს შესაბამისი პასუხი მესაზღვრე საიმიგრაციო ოფიცერთან, რომ აი ნახეთ, აქ ვიყავი ამ პერიოდისთვის, აქ ეს დამჭირდა, აი აქ ეს მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თუ პასუხები არ გაქვს, ზუსტად ეს იწვევს
საზღვარზე არ შესშვებას ან ვიზის გაუქმებას. და რეალურად ქვეყანაში სხვა ადამიანებსაც, ვისაც უკვე შეიძლება მანამდე არ ქონოდა პრობლემა, იმათაც უქმნი ხო პრობლემას. ალბათ ესეც არის, როცა ქვეყნის მიმართ სანდოობა ნაკლებია, უფრო და უფრო ნაკლები ვიზა გაიცემა, ვთქვათ, მანამდე თუ უფრო მარტივად შეგეძლო მიიღო, შეიძლება უფრო მეტი საბუთის ან დოკუმენტის წარდგენა იყოს საჭირო, თუ ასეა. კი, ნამდვილად ასეა, უფრო მეტი ბიუროკრატია შემოიტანა ამ ყველაფერმა, პროცესები უფრო გაართულა. ხო, თუმცა მარტო ჩვენ საქართველოს არ ვართ, 50 ქვეყანა არის და კიდევ შეიძლება ამ ქვეყნების სიას დაემატოს სხვა ქვეყნებიც მომდევნო პერიოდში, როგორც გითხარით, 2026 წლის აგვისტომდე არის კიდევ ეს საპილოტო პროგრამა. მე იმედს ვიტოვებ და ძალიან მინდა, იმიტომ რომ ჩემი მიზანიც ყოველთვის ეს არის, რომ რაც შეიძლება მარტივი იყოს გადაადგილება ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს თავისუფლების გადაადგილების უფლება და ეს შეზღუდვები და ბერკეტები მესმის აბსოლუტურად არის არა მარტო საიმიგრაციო, ასევე უსაფრთხოების გამოც ქვეყნის იქაური ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების, ანუ ამერიკის მოქალაქეებისთვის არის ერთ-ერთი უსაფრთხოების წინაპირობა. ეს ყველაფერი, რომ მათი უფლებებიც არ დაირღვევა. თქვენ ეზეთ რამდენად აქვს გავლენა გლობალურ პროცესებს, რომელიც ხდება იგივე თუნდაც ემიგრანტების რაოდენობა შტატებში, ხო? მატულობს დღით. ცალსახა პასუხია, ეს არა მარტო ეკონომიკური, სოციალური ზეგავლენაც არის და ეს არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, ეს გლობალური ტენდენცია და გლობალური გამოწვევა არის. ქვეყნები უფრო და უფრო მეტად იცავენ საზღვრებს, ხო? მე ეს განცდა მაქვს და რეალურად თუ თქვენს გაქვთ ამ აზრის გასამყარებლად რაიმე არგუმენტი. მეტი სკრინინგი მიმდინარეობს, მეტი ვეთინგი მიმდინარეობს, აი როგორც გითხარით, დიდი ბრიტანეთის მაგალითი 2013 წელს კი არ გაუშვეს ეს საპილოტო პროგრამა, თუმცა გაამკაცრეს ფინანსური მდგომარეობა და დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღებისთვის პირველი წინაპირობა არის ის, რომ შენი ფინანსური მდგომარეობა იყოს საკმაოდ სტაბილური და მაღალი. სხვა შემთხვევაში ფაქტობრივად არ გასცემს, ან დროებით გეუბნება, რომ შენ ამ ეტაპზე არ ხარ კვალიფიციური იმისთვის, რომ ვიზა მიიღო. საინტერესო მწვანე ბარათის საკითხიც, ვიცით რომ ამაზე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ხოლმე. ბოლოს იყო საუბარი, როდესაც სრულიად უფასო გახდა, ასევე დეპარტამენტის გადაწყვეტილები და სიმბოლურად $1 იყო შევსების საფასური, თუმცა ამას მოყვა კიდევ გამოხმაურება იმ კუთხით, რომ რამდენად რეალური იქნება გაცემები, როგორც ვიცით, ამ წლის ანკეტები არც შევსებულა, ხო, არ ყოფილა ჯერ გახსნილი ამ აპლიკაციის შევსება. რა ინფორმაცია გვაქვს დღეს მონაცემებით? ესე იგი, ეს არის მწვანე ბარათი, რომელიც გათამაშებით, ლატარიის პრინციპით იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები წლის მანძილზე 55 ადამიანს შეეძლო მსოფლიოს მასშტაბით მოიგო ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლება. აბსოლუტურად გამართლებით და ლატარიის პრინციპით იყო ეს ყველაფერი. თუმცა შეიცვალა ის, რომ წელს, ანუ 2025 წლის ლატარიის რეგისტრაციები საერთოდ არ განხორციელდა. აქამდე სულ იყო უფასო, ზუსტად აქ საპილოტოდ ჩაეშვა, რომ $1 გახდებოდა, თუმცა ტექნიკური ნაწილის გამო თითქოს ესე თქვეს, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო მათ შორის პასპორტის ატვირთვა უფრო უსაფრთხო რომ ყოფილიყო, ეს დეტალიც დაამატეს. ამიტომ არ მოხდა რეგისტრაციების განხორციელება და შესაბამისად 2026 წლის გამარჯვებულებიც არ იქნებიან და 2024 წელს ვინც შეავსო და 2025 წელს გაიმარჯვა მათი кейსები, ანუ მათი რაოდენობები ამ ბიულეტენებით სადღაც 20,000-მდე არის უკვე ასული ევროპის ქვეყნებიდან. საქართველოში რამდენი იყო ხოლმე ეს რაოდენობა სტატისტიკურად ინფორმაცია? რამდენი ოჯახი იგებდა? წლის მანძილზე სხვადასხვა წლების დროს, პერიოდების დროს სხვადასხვა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც 2100 მოგებული იყო, 3000-მდე მოგებულიც იყო. ხო, ამიტომ კი, საქართველოს მოქალაქეებით საკმაოდ ბევრი მოხდა. კარგი ჩართულობა ყოფილა. თან ვიცით, რომ ძირითადად ოჯახებით ავსებდნენ, ხო, ამ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების სურვილები ძირითადად იყვნენ ოჯახები და შესაბამისად უფრო მრავლდება, ხო, ეს რაოდენობა კიდე როგორც ის აპლიკანტი ავსებს და შეუძლია
შეუძლია სხვასთან. სხვა ნებისმიერი, ანუ მთავარი გამცხადებელი ვარ პირობითად მე და შემიძლია ჩემი ოჯახის წევრი, ოღონდ პირდაპირ ხაზის იგულისხმება მეუღლე და შვილები თან ჩემთან ერთად წამეყვანა, თუმცა 55 მწვანე ბარათში იგულისხმება დანარჩენი ოჯახის წევრებიც. მაგალითად, მე კი მოვიგე, მოგებული ვარ მე, მაგრამ ჩემთან ერთად თუ წამოვიდა მეუღლე და პირობითად 7 შვილი, ჩვენ გამოვდივართ 9 მწვანე ბარათის მფლობელი და შესაბამისად იმ 55-ში უკვე 9 მოთავსდა. ეს არ გულისხმობს რომ 55-მა თუ მოიგო, ყველა შეუძლია. სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება ჩემი кейსის ნომერი, ანუ ჩემი რიცხვი იყოს 15,000, ანუ 20,000 მოგებულების რაოდენობით და არ შეწყდეს, რა თქმა უნდა. კი, ესეთი ძალიან ბევრი ფაქტი ყოფილა წლების მანძილზე. კლასიკური ლოტარიის პრინციპია, რომელმაც ხომართ ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ოჯახი დღეს სწორედ ამის საშუალებით ცხოვრობს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო თქვენი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც რეალურად მართლა ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. დღეს ის ვინც დროული იყო, რაღაც პასუხები მიიღოთ. გაიმგზავროს თუმცა ჩვენი გაცემის სრულობის დროს მინდა წავიკითხო ერთი კომენტარი, კითხვა რა აქვს, კითხვის ფორმა ამ კომენტარს, რომ სხვა გზა არ მრჩება ხოლმე, რომ არ წავიდე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც არ მსიამოვნებს ის გავაკეთო და დავარღვიო ვიზა. ოღონდ ჩემი ოჯახი მყავდეს უზრუნველყოფილი. ერთხელ ძალიან ძიმედ მყავდა ოჯახის წევრი და სწორედ ამერიკიდან შევძელი მისი გადარჩენა. ახლა ოჯახის სხვა წევრს უჭირს და მისთვის მიწევს წასვლა. მე მგონია მაინც რომ არც ხალხი და არც სახელმწიფო არ იქცევა ისე რომ ჩვენ გზა ამერიკისკენ გაგვიმარტივდესო. გულახდილია ეს კომენტარი და მე ვფიქრობ ყველას სათქმელია ვინც გვიყურებს ახლა და ჩვენ აქედან ვახსენებთ რომ კარგია რომ ვიზის პირობები არ დაარღვიოთ. ეს ყველა ჩვენგანმა იცის, მაგრამ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, რომელიც აყენებს გზაზე ამერიკისკენ ადამიანს წინასწარ რომ იცის რომ დაარღვევს სავიზო რეჟიმს. ეს არის ძალიან დიდი გულის წვეტით ვამბობ. მეც ამას ვუერთდები ჩვენი მაყურებლის პირადში მოწერილ კომენტარს და ამით მინდა დავასრულო თქვენთან შეხვედრაც. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. თინათინ გოგუაძე, ინტერპრენერი და კონსულის თანადამფუძნებელი. მადლობას გიხდი ლიზა რომ შემოგთავაზე ეს თემა. დიდი მადლობა.